ცოტა კრემი და უნდა გავაფორმოთ ზემოდან. გვერდებიდან ჩამონაჭერები დავა ბლენდერში, შეგიძლიათ დააკუცმაცოთ. ასევე დავამატებ დაკუცმაცებულ ნიგოსაც, და მე დავამატე 60 გრამამდე, არა აქვს მნიშვნელობა რამდენს დაამატებთ, ცოტა მეტ, ცოტა ნაკლებს, ერთმანეთში კარგად შევურიოთ და მოვაყაროთ ზემოდან. გვერდებზეც მოვაყრე ხოლმე ყოველთვის, სილამაზისთვის და ასე მივიღეთ აი ესეთი ძალიან გემრიელი და არომატული ნამცხვარი. დაჭრამდე სასურველია გავაჩეროთ რამოდენიმე საათი ან დილამდე დავტოვოთ, რომ კარგად გაუჩნდეს კრემი. მე რამოდენიმე საათში უკვე დავჭერი, არის ძალიან ფაფუკი და ძალიან გემრიელი. აი თან არის იდეალი, ის ჩვენი ძველებური იდეალი, მაგრამ აქვს სიფაფუკე. ეს სიფაფუკე ძალიან უხდება. თუმცა ძველი იდეალის, კლასიკური იდეალის